რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების მშობლები და ოჯახის წევრები კი საზოგადოებას და მათ შორის საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ ხვალ დაანონსებულ გამაფრთხილებელ გაფიცვას. გაფიცვა კერძო სექტორმა ხვალ 15 საათიდან გამოაცხადა. ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას კერძო სექტორთან ერთად აპროტესტებს კულტურის სფეროც, რომელიც უკვე მეორე თვეა გაფიცულია. ნინუცა კეკელია მოგუყვება ამ მოქალაქეების სათქმელზე უფრო ცალად ნინუცა გისმით. კი მიშა ხვალ არის 15 საათზე საყოველთაო გაფიცვა ჩანიშნული და დღეს ვასო აბაშიძის თეატრთან მოაწყეს საპროტესტო აქცია პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა. მათი მოწოდება არის, რომ მთელი საქართველოს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდეს ხვალინდელ გაფიცვას, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ერთის მხრივ დაკავებულების და ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის და ასევე იმ ერთიანი პროტესტის, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ დიქტატურა არის სახეზე, მაშინ როდესაც აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს, აკავებენ რეჟისორებს და უკვე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც. ახლა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, რომ აი ამ ძალადობაზე და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაზე რეპრესიების გზით და ამ რეპრესიებზე ხმა იმაღლოს, შეუერთდეს ამ პროტესტს, შეუერთდეს ხვალ გაფიცვის სახით. დავიწყებ ჟურნალისტებით. ჟურნალისტების დევნა არის უბრალოდ უკვე აი ყველა ზღვარს გადაცილებული და ყველა მე არ ვიცი რა დავარქვა ამას. ჟურნალისტების დევნა, ცემა, სრულიად დაუჯერებელ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. რაც შეეხება გაფიცვას, ჩვენ მშობლები ყველა ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოუწოდოთ, რომ გაბედონ და გაიფიცოს ორგანიზაციები, ბანკები. ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა 3 საათიანი 15 რიცხვში. ყოველთვის იმარჯვებს ძალა, იმარჯვებს ხალხი. ეს რეჟიმი ყოველთვის ემხობა, იმიტომ რომ ხალხის წინააღმდეგ არცეთ რეჟიმს არ გაუმარჯვია. როგორც მოსამართლეებს ასუხი გავეცით და დედებმა თავი დავახრევინეთ, აი ესე დავახრევინებთ თავს თითოეულ მაგათგან. იმიტომ რომ ჩვენ დედებს ძალიან დიდი ძალა გვაქვს. გამწარებულ დედას წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება. საშიშ ნიშნულზე ვართ მისული, როცა რეჟიმი გადაწყვეტს ჟურნალისტი გამოკეთოს ციხეში, ეს უკვე განგაშის ზარების შემოკვრის პერიოდი არის დამდგარი ჩვენს ქვეყანაში. ყველას მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, დიქტატორული რეჟიმი როგორც კი გაიმაგრებს წელს, იცოდეთ არავის არ დატოვებს, ყველას ოჯახში მიაკითხავს, ვისაც გონია რომ თავისი ბიზნესი დაზღვეული აქვს, იმ ბიზნესშიც მიაკითხავს, კომერციულ მაღაზიებს არ დატოვებს, ბაზრებში მიაკითხავს, ბოლო სახლებში მიაკითხავს და ყველას აუცილებლად ისეთ ზარალს მიაყენებს, რომ აი ვერასოდეს ვერ გასწორდებიან წელში. ამიტომ კიდევ ერთხელ შვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გვაქვს ხვალე გამოცხადებული 3 საათიანი და ყველას გთხოვთ მაქსიმალურად გადადოთ ყველაფერი გვერდზე და შემოუერთდეთ ამ აქციას, რათა მივიღოთ ქვეყანაში დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ეს ინდუსტრია, სადაც კონკრეტულად ოკმელა არის რეჟისორია და სარეკლამო ინდუსტრია. დღესდღეობით სრულიად გაჩერებული არის. ანუ აღარ მუშაობს არაფერი, ესე რომ ვთქვათ და ყველა უნდა გაიფიცოს. ყველამ ერთმანეთს უნდა მოუწოდოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ მაქსიმალურად. და ეს ერთიანი პროტესტი დავანახოთ ერთმანეთს. ყველას ხელეწიფება ამაზე, რომ 3 საათით გავჩერდეთ ერთ ადგილას რო ვიყოთ და თანადგომა გამოუცხადოთ სულ ყველას. კი მართალია ჩვენ პატიმრი მშობლები ვართ, იმიტომ კი არ ვთხოვლობთ, სულ ყველა შვილი ერთია ყველასთვის. მე ესეთი განწყობით ვარ. დღეს ჩემია იქ, მაგრამ ხვალზე რა მოხდება არავინ არ ვიცი. კიდე ერთი სოლიდარობის აქტი იქნება ქართველი ხალხისგან, რადგან ყველაზე რთულ მომენტში ყოველთვის შეგვეძლო რომ გავერთიანებულიყავით ერთი საერთო იდეის გარშემო და გვეკეთებინა ქვეყნისთვის საჭირო საქმე და ვფიქრობ ეს იქნება კიდევ ერთი გაფრთხილება არალეგიტიმური მთავრობის მიმართულებით, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ძმებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და კარგი საქმისთვის, რომელიც ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად ჭირდება. ყველა სათითაო ბიჭი ისე ამაყდა და არანაირი შიში და ანუ არ ვიცი, აი რომ ვუყურებდი
ვამაყობდი ყველანი და როგორ ძრებოდნენ იმ რესტორანში, რომ უკანაც ვერ მიდიოდნენ, ვერ ბრუნდებოდნენ, იმიტომ რომ მუსური გზი იდგა და თვალებში უყურებდა. ანუ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და მაგიტომ აი ყველას მოუწოდებ და გელოდებით ხვალ. შემოგვერთდი და ვიქნებით ყველანი ერთად. რაღაცათო მგონია რომ მთელი ქვეყანა იქნება ქუჩაში. როგორც ახალ წელს ვიყავით ყველა ქუჩაში, არც ველოდი და იმდენი, აი ესე ვფიქრობ, რომ საშუალება მიეცემა ხალხს, რადგანაც უფლება მიცეს აი ბანკის მეპატრონეებმა ვთქვათ, აფთიაქის მეპატრონეებმა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გაფიცვაში, გონია რომ მთელი ქვეყანა ხვალ იქნება ქუჩაში და ეს მარტო იმას ვფიქრობ, რომ როგორ წავიდე ყველგან რომ დავინახო ისინი და აი ვიყო ბედნიერი მაგით, რომ ყველა იქნება ქუჩაში. რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები დღეს შეიკრიბნენ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან, რომლის მსახიობიც არის ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ტყვე ანდრო ჭიჭინაძე. ცხადია, იქ მისი კოლეგებიც იმყოფებოდნენ ამ საპროტესტო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად. დღეს მსახიობები მსვლელობას მოაწყობენ 7 საათზე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების ახალი არჩევნების დანიშვნის უცვლელი მოთხოვნით. ისინი ამბობენ, რომ აი ეს რეპრესიები, რომელიც შეეხო ყველა პროფესიის და ყველა სფეროს წარმომადგენელს, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ არლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ცხადად დადგას დიქტატურის გზას, ცდილობს თავისუფალი აზრის სრულად შეზღუდვას, ყველა იმ მოქალაქის გაჩუმებას, რომლის პროტესტის ისმის ქალაქის და მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც იჩენს რეჟიმი, თუმცა დიქტატურები მარცხდებიან და მარცხდებიან სწორედ ხალხის ერთობით, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გაფიცვას კონდეს საყოველთაო ხასიათი და ყველა მოქალაქე, მათ შორის საჯარო მოხელეებით შეუერთდნენ. ამ ერთობის ყველაზე მეტად ეშინია ოლიგარქის მთავრობას და რა თქმა უნდა ის ამძიმებს რეპრესიებს. ჟურნალისტებზე გადავიდა უკვე ეს რეპრესიები და ჩვენ ხედავთ უკვე გამოკვეთილ დიქტატურას. ერი დასუსტდა, იმიტომ რომ ეს მტერი რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება, ხო? ეს იმპერიალიზმი მით უფრო და უფრო მეტად ხდება, მარცხდება, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ამის ადგილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, პროტესტში ჩართულ, მშვიდობიან პროტესტში ჩართულ ადამიანებს თავარი იარაღი ჩვენთვის არის გაფიცვა და დაუმორჩილებლობა. ქართული თეატრი უკვე თვეზე მეტია ამ წინააღმდეგობაში დგას, ჩვენ გაფიცულები ვართ და ჩვენ არ უბრუნდებით სცენას და ვაპირებთ რომ ასე გავაგრძელოთ. მე პირადად არ ვაპირებ ჩემი რომელიმე სპექტაკლით დავბრუნდე რომელიმე თეატრის რეპერტუარში, სანამ ბოლო პატიმარი არ დატოვებს საპატიმროს და სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, ჩემს განწყობას ჩემი ბევრი თანამოაზრე იზიარებს. ჩვენ მზად ვართ წინააღმდეგობისთვის და რაც უფრო მეტია ზეწოლა, მით უფრო ძლიერია ჩვენი რეაქცია ამ ზეწოლაზე. როდესაც სამართლიანობას და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, აქ უკვე სფერო აღარ არსებობს. ის რომ მედიას ასე უკვე ძალიან ღიად თავს ესხმენ, ამას დიდი ხანია ვუყურებთ, თუმცა პირველია ქალბატონი მზია, რომელიც დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით აბსოლუტურად აბსურდულ რამეზე ბრალდება, არის წარმოუდგენელი ტყუილი, თუმცა ეს უკვე სულ ხდება რაღაცნაირად ცდილობს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ ამის ნორმალიზება მოახდინონ და სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ბინძური და ამორალური ქმედებების ნორმალიზებას და დაკანონებას ცდილობს ქართული ოცნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე მოგვწონს, ან ჩვენ ასე გვინდა, ან ამის კეთება გდიხარია. უბრალოდ იმიტომ, რომ აღარ ისუნთქება ამ ქვეყანაში, უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლებელი არის ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ არსებობს მოქალაქისთვის არც პოლიცია და არც სასამართლო. ეს არის ყველაზე ბოლო რამ, რაც არ ვიცი, ამის იქით, რაზე უნდა ვისაუბროთ, რომელ სფეროზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ კი ადამიანისთვის არ არსებობს არც უსაფრთხოება და არც სამართლიანობა.
ამ ძალადობის წინააღმდეგ, ამ რეპრესიების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად საქართველოს იფიცება ხვალ 15 საათზე და ყველა მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რომ ამ პროტესტში იყვნენ ბევრნი და ერთად, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილია იმ რეჟიმის მიმართ, რომელიც ყველა გზით, ძალადობით, დაპატიმრებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. დღეს 7 საათზე მსახიობები გამართავენ საპროტესტო მარშს. ცხადია, ისევ რუსთაველის გამზირი იქნება კვლავ პროტესტის ეპიცენტრი ახალი არჩევნების მოთხოვნით და რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.